გამარჯობათ. ესე იგი, მოკლედ ჩემი YouTube აქვს დავამატებ ესეთი პატარა ვიდეოები იქნება ხოლმე, უცეფათი ვიდეოები. ესეთი სახელი ექვევა. ეს არის უცეფათი ვიდეოების პირველი ეტაპი. მოკლედ დღეს ჩვენ კუპეზე რაღაცები გავაკეთეთ, ჩემ აქაზე ბენზინის სტაცია და ეგენი მოვაყვანეთ, მაგრამ ეგ არ გადაგვიღია, მაგრამ სანდროს კუპეზე გვინდა შევცვალოთ რაღაც ღილაკები რა. ღილაკები არა, ღილაკები. რაღაც ღილაკები. მოკლედ აქ შეხედავთ რომ ერთი ღილაკი გვაკლია, იმიტომ რომ ეს ღილაკი დაგვიზიანდა და ფანჯარას ვეღარ წევდით ფიზიკურად, ამიტომ მოგვიწია ამ ღილაკის აქეთ გადმოტანა. ახლა ვიყიდეთ უკვე ღილაკები, ამ ღილაკს შევცვლით მოკლედ და გვინდა ავარიული ღილაკის შეცვლა, იმიტომ რომ გახუმებულია და თან აი ეს ისე რაღაც ნახატი რაც აქვს ავარიულის ღილაკს, ეგეც მოშორებულია რა. ასე რომ განახებთ როგორ უნდა შეცვალოთ ეს ღილაკები, არც ეს რთულია, წესით თუ დააკვირდებით თქვენითაც მიხვდებით, მაგრამ იყოს მაინც ვიდეო, სადაც ავხსნით რანაირად უნდა დავშოროთ ბარის რაღაც ნაწილები და მთლიანი ბარიც ავხსნით. ესე იგი, პირველ რიგში, მოდი ეს შევინახოთ სადმე. პირველ რიგში ესე იგი, რადგან ეს ხე ამოვიღოთ, იმიტომ რომ ღილაკი რომ მოხსნათ, აუცილებელია ამ ხის ამოღებაც. უნდა მოხსნათ ეს ბარი რა. ესე იგი, აქ აქვს ორი შურუპი რა, რომელიც უნდა მოუშვათ ძალიან მარტივად. ეს მეტი. ეს დღე ერთი ვიდეო არ გადამიღია. სულ ყველა ვიდეო ღამე გადაღებული. ბეტმენი ასე ამოვიღებთ ამ ბარს ძალიან მარტივად. გადავდევთ. შემდეგ აი აქ აქვს კიდე ერთი შურუპი, თვითონ უშუალოდ ამ ხეს. ამას მოხსნით. ისეც ასე. ცოტა უნდა წამოწიოთ და უკან უნდა გამოწიოთ. სასურველია თუ ამ ტყავს ამოვიღებთ, მაგრამ შეიძლება რომ პირდაპირაც მოხსნათ. ესე იგი, აი ეს ღილაკი ქვევით, აი ეს ღილაკი უნდა გადავიწოვოთ უკან მარჯვენა მხარეს დავაბრუნოთ, იმიტომ რომ ეს აქ ეყინა და აქ უნდა დავაყენოთ ახალი ღილაკი, ანუ რა განსხვავება ნახეთ, წინა შუშებს აქვს ავტომატური ჩაწევა. ერთხელ წკავს რო დაიძახს, ერთხელ კბილზე როცა ხელს გავუშვებთ, შერდება, როდესაც მაგრად დავაწევით და აი უკვე მეორე ხმასაც გავიგორებთ, შესაბამისად ხელს როცა აუშვათ, მაინც სულ ბოლომდე ჩადის. ახლა ეს ღილაკი უნდა დავაბრუნოთ ისე მის ადგილას. და არის ძალიან მარტივი ამოსაღება, უბრალოდ იქით-აქით უნდა გააქაროთ ასე. და მოვარდება. ეს ღილაკი ესე იგი უნდა დავაბრუნოთ მის ადგილას. აი აქ. ისეც ასე. ჩვენ გვინდა ახალი ღილაკი. ეს ხო ეს დავაყენო. რო სხვა დავაყენო. არა ეს შეუძლებელია. ქვიდა მხარეს შეადარება რა. ავტომატურად იმას. აი. მოლთ, ეს არის უკანა შუშების შამწევი, ეს არის წინა შუშების შამწევი. ახლა რა განსხვავებაა? მოდი დამოვატრიალებ, დავინახოთ, რომ წინა შუშების შამწევს აქვს ერთი კბილით მეტი. ანუ ნახე, ამას აი ერთხელა აქვს ეს და აი ამას ორჯერ. ანუ ორჯერ აწვევი, რომ ასე რომ დააწვევი ავტომატურად ჩადის. ახლა ჩვენ უნდა დავაყენოთ აქ ავტომატურად ჩამსვლელი ღილაკი, ანუ ორიანი. ეს ყენდება. აი ეს. ეს ღილაკიც დაყენებული. გადასტო არ ჭირდება ჩემ ნამუშევარს, რა თქმა უნდა ემუშავებს. ახლა თავარია ეს რამენერად, აი აქ ისე მის ადგილას შევსვათ. ეს ასე. ესე მარტივად შეგიძლიათ გამოცვალოთ ღილაკები ასოძალზე, არ ჭირდება ეს ძალიან ბევრი ფილოსოფია. იმედია ეს სიტყვა კიდევ სწორად ვთქვი. ახლა დავაბრუნოთ მის ადგილას. აი ეს. ღილაკები წავს ისე გადავთოთ და დავაყენოთ ისე ბარი მის ადგილას.
ავიწუდი. ამოვსულ თავის მაქოროს თუ შეიძლება. არა? არა ხო. კაი. ესე იგი სანდრო გამაჩერა, უცებ ამოვაკოხტავებ მაქოროსო, პარემ ამოვაკოხტავა. ხა დავაბრუნოთ მის ადგილას ესეც. აი ესე. არა, შეგო დავჭიროთ. ოღონდ ეს რო. ესეც. ესე იგი შემდეგი ეტაპი გვაქვს. მეთქი რა უნდა. დედას მიწავ ფიქრობ რა რაღაცა უნდა მოთხაროს ეხა და შემდეგი ეტაპი არის აი ამის ბოქსტა რა. ამ მაკაგონის ბარის. ეს შეიცვალოს ადერექნება? და ხმ ერთხელ მოხსნილი მაქვს. მაშინ. აუ და ესეც იმიტომ მაქვს მოხსნილი რომ ან ნიტო შენ კითხე ლონგის. კაი, კაცი, ხა ეს უნდა მოხსნათ შენ მაგნიტოფონი იმედია ასე იხსნება. ეს ასე უნდა მოხსნათ. ესეც უნდა მოხსნათ რაღაც. ეგ არ მომიხსნია. არ მოგიხსნია? თავი გააფუჭე? ისე ვწდები მაგებს. არ გავჩითოთ მეთქი, მაგრამ აი, ეს შეიძლება. ჩემს ედებოდა ეგ. მევიდან აქვს ორი შურუპი, ესე ძალიან მარტივად იხსნება. ეს ერთი შურუპი. და აქეთ მეორე შურუპი. ესე იგი, როდესაც შურუპის მოვუშვებთ, შემდეგ აი ეს ორი ერთი არის გათხოვრის სტამბერი და მეორე მიმართულებს. ესეც უნდა მოვიღოთ, იმიტომ რომ აქედან აქვს ორი დიდი ბოლტი რა. და ძალიან მარტივად ეუბნოთ. გამოკაჩავ, ცოტა არაძის, გამოკაჩავ და გამოდრევ. შემდეგ თუ გაქვთ ეს რა ზომა აღარ მახსოვს, გალუკა, მაგით ბევრად მარტივად მოვა. თუ არ გაქვთ ჩავალებულად შეგიძლიათ პლოცკოთაც მოუშვათ, თუ ძალიან მაგარი მოჭერილი არ არის. ესეც ჩოლოდ მოგვიხსენეთ, არაფერი არ დავამტვრიეთ, იმედია ასთან არ დავამტვრიეთ, თორემ ესეთი მაგაგონები ძალიან იშვიათია და ერთ მდგომარეობაში მით უმეტეს. აი, ჩვენ მინდა ავარიული ღილაკი შეცვალა. ავარიული ღილაკი რომ შეცვალოთ, პირველი ეს ლინიას უნდა გამოვიღოთ და სანდრო არც ერთი ბოლტი არ გიყენი ამაზე, ძალიან კარგია. ზედაური ბოლტი მოვუშვა და გამოვა შეულებრივად. ამ ფილებს ანალოგიურად ამოვიღებთ. უბრალოდ შეიძლება რადგან ეს უფრო დიხანი არა ამონაღები ცოტა გაჭედილი იყოს. თუ არა ვქოს. ესეც ასე. ეს ღილაკი მაინც რა ვიცი, თქვენ თუ იგივე მიზეზით გამო შეესვლით, რა მიზეზით გამო ჩვენს შევცვალეთ, გირჩევთ რომ მაინც არ გადაგაგოთ, იმიტომ რომ თუ ეს ღილაკი გაგიფუშტეთ, თვითონ მხოლოდ ავარიულის ღილაკია, მაგრამ თუ ეს გაატყდა არავე მოვიდა, აღარ ჩიტიტელებს, აღარ თავს, რა ვიცი, დანსაცურებს, მოკლედ ცლიან მანქანას ადებილებს აი ეს ღილაკი რა. ამიტომ სადღაც გზაში მოედა გაგიფუშტეთ, მაინც თუ გექნებათ მანქანაში, კარგი იქნება. ახლა დავეჯიში ვადაროთ ხوارتნაირია. კი, მგონი? კი, რა ვერტნაირია. Mercedes-Benz. მუშაობს, თან მუშაობს, რაოდენ გასაკვირველია. კი ბატონო, ეგა. ამა დაუბრუნეთ მის ადგილს. ნუ, ლამაზი. ბატონო გიორგი, სანდროს ყოფილო მანქანა ეს პატრონო. რატომ არა აქვს ორი სამშობლო? ესეც ასე.
დავაბრუნოთ მაგაგონი. კაი, ესე იგი. ამ ბოლტებსაც დავუჭერთ. ის სანამ დაეჭირება, ძალიან გადაკვტომა არა, პლასპლას. ამას ამაგრებთ ერთმანეთთან, რა. ნორმალურად მოუჭერეთ, ესე და ხელს შევდნო, რომ გამაგდება, თავი დაანებით. ამას ისე დავუბრუნეთ მის ადგილას. აი ეს მაგალითად არის აი ასე რა. ახლა აქ ჭრილი აქვს, ამასაც ჭრილი აქვს რა. აი ეს ჭრილი და ეს ჭრილი უნდა დავთქვათ ერთმანეთს, რომ მის ადგილას შეჯდეს. всё. და ეს უცნაური ხა, ფეჩის არ შევიმშლიოთ. მუშაობს. ანთება გაბარტიებს მონტებს. თინი რა მოწონეთ. ესაც ანთებს, ყველაფერი მუშაობს. გული გავხსნა როგორ იმას საჭირდა ბიჭო. ამას საჭირდა მეთქი არ მეთარშევა. ეს მუშაობს. всё. აბიკოს დავშალოთ ბარემ, იმიტომ რომ სადროს ეგონა რომ ღილაკის კი არა რაღაცა სხვა ელექტროობის ბრალი იყო და რა ქნა. მოტორზე, შუშის აწევ მოტორზე გადაანაცვლა პლუს მინუსი და აი ახლა ზევით აწოლას რომ დააწვევი, მაგრამ ზამოს თუ გავაღებ და მე თუ დავაწვევით, თუ შეიძლება ქვევი. ქვევი დაწოვა დააწვევი, იწევა ზევით. და ბარემ მაგასაც დავშლით და განახებთ. subscribe my channel გინდა ეხა. თქოთ გამოიწერეთ ჩემი არხი. კარგია ბატონო სადრე. სერა შუბზე მოდებული ის. კარგია? არა, არა. თავიდან? გულწრფელი. თქოთ გამოიწერეთ ჩემი არხი. კარგია? ძალიან. კარგია. ესე ამას ვიღებ ძალიან მარტივად, რა. ასეთ შევუყოთ. და ვუკეჩებთ. ამას 10-იანი ქონია, ჩემს აქ ის აქ ატვირკისიანი თავი. ზოგს 10-იანი აქვს, აქ ბოლტი, ზოგს შეულებრივი ატვირკის თავი მიდის რა. ნაბორი მჭირდება, პატარა. უყურე ხა. Wow. Magic. ახლა ახლა მოვიგოთ ჩვენ 10-იანი გალოკა. ოდაჟე მაგის მოხსნას არ გვინდა რაღაც მომჩე. როგორ არ გვინდა? ეს პატარაზე რო აწივა იქ. მეცა. მაგის გარშეც აწევ. აღაბიკოს ვერ გავაქანებ შენ. თუ ყველა სამაგრე მთელი აქვს, ამის ბოქსის გარშე ვერ უნდა გავაკეთო. კაი ბატონო. ეს ერთი ბოლტი. და აქ დავუხოთ. აი ეს კიდე. ხოხია. ეს რა თქმა უნდა. Короче, ჩემნაირი სვეჯი არცეც არ ყავთ რა. სედანი რომ ეს სვეჯი ყავს, ეგეთი სვეჯიც იყო. ოს როგორ ული გუშის სულ არ ყოფილვარ საბადოში დასული. ოპა შეშე მოგევლი ვიდი. მაგიტო არა ახლა სულ ალახიანი. და საერთოდ არ შევარდივარ კიდე ცხვირი თოში. ესე იგი, აბიუკის მოსახსნელად ჭირდება, აი აქ ერთი ბოლტის მოშვება, აქ პლასპასი აქვს, მაგ პლასპასს დამარტივ არ გამოიღებთ, უბრალოდ აქედან ხელით შეაწევთ, დამოხაშეთ, გამოვარდება არც მოწყდება არაფერი. აქ უნდა მოხსნათ ეგ ერთი რაღაც სამაგრი, აქ უნდა მოხსნათ მეორე სამაგრი, რომ ეს პლასპასი მოხსნათ, აქ გვერდზე ნიკელი აქვს, ეგეც უნდა მოხსნათ და აქ უნდა მოხსნათ აი ეს რა, ეს რომ მოხსნათ ამის რომელსაც მექანიკური სარკეები აქვს, აქ პლასპასი, რომელსაც უნდა გააწვევ, გვერდზედაც გავარდება, შემდეგ ეს უნდა ამოიღოთ. ძუხნა გამოვიდეს. ის უნდა ამოაგდო იმენა. იმენა ამოგდებული. ამაში გამოწია. არა. აქ ეს. Короче, ეს კუპის დიდი. მერაბგია. და შემდეგ უბრალოდ ზევით უნდა აკაჩოთ. და მოეყვა, ხო? subscribe my channel. ხო, გეთ. բայց შეაშაღებელი გეახო ხტები ხა.
აქ რო ბოლტია ჩაცვეთილი ხანდახან მაგას ემაშვება ხოლმე და აჰა ოპა ეს არის ყოჩაზე? კი აბი ვაფწრება იქ არ ვიცი რა და იდეაში ახლა შენ განშეთ მოხსნათ გადავაერთე და ხო მაგას ვამბობ რა იქ პროსტა იქ უნდა გადავაერთო ეს დავწიოთ ახლა ხო დავასწავლო შევცვალეთ ეს პლუს მინუსი რაც სანდრომ არასწორად დააყენა არასწორად რა მასე იყო საჭირო იმ მომენტში როცა დააყენა ახლა ეს ჩვეულებრივად დავაყენებ აბიუქის ატყობისას ყველაზე რთული არის აი ამას აქვს ორი ფეხი აი აქ და აქ ზუსტად რა ხო და თან რადგან ეს უფრო დიდია ვიდრე სედანი ანუ ამისავე უფრო დიდია ეს ორი ფეხი რომ დაამთხვის რომ ერთდროულად ჩაჯდეს თან კრუში რამდენი შპილკებისა ყველა რომ ერთდროულად ჩაჯდეს ძალიან რთულია მარტო გაიჭირდებათ რა შეიძლება პირველი 2 წუთში დავიყენებთ და 9 საათის ვიწვალეთ. ამჯერად 9 საათი ვიწვალეთ, მარტო ვერ დავაყენე და მაგით ჩავს ვიდეო, მაგითო არ იქნება ამ ვიდეოში რომ სამ დროს მომეხმარება. ახლა ეს შეულებრივად როგორც მოხსენეთ ყველაფერი, ისევ ისე დავაყენებ და ისევ ისე ავაწყობ და სანდრო ეგმონტე მოსეთელი გაქვს. ხო და ეს იყო ჩვენი უცეფათი ვიდეო. თუ მოგწონთ ესეთი უცეფათი ვიდეოები, დაგვიწერეთ კომენტარებში, ხან თითქოს 3 დღეში ერთხელ ასე უცეფათად რაღაცებს ვაკეთებთ. რავი აგესეთ რაღაცებს თუ არ მოგწონთ ეგეც დამიწერეთ და აღარ გადავიღებთ უცებად part 2-ს. კარგად იყავით. ეშედი, ჩემი ნაშთი